მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთოთ გაშლა. მომდევნო თვის პროგნოზი, ხო, თებერვალი მოდის და ვნახოთ ახლა ჩვენ რას მოგვიტანს. დღეს მინდა ვნახო კიდე ცოტა შეიძლება კი არა გრძელიც გამომივა ალბათ, იმიტომ რომ მე მინდა ვნახოთ ასეთი ანალიზიც გავაკეთო, რომ ანუ რა მიდის ყველა სფეროზე, ხო გვაქვს ჩვენ სამი სფერო, რომელზეც ჩვენ აქ ვიხილავთ, ეს არის ჩვენი საქმიანობა, ფინანსები და ურთიერთობა. რა უნდა წავიდეს, ხო, იმიტომ რომ რაღაცა ხო მიდის ყოველთვის, ახლა ახალი დღე, ეს უკვე ახალი ცხოვრება, ხო? ანუ რა უნდა წავიდეს, რა უნდა მოვიდეს და რა რჩება, იმიტომ რომ რაღაცა ფაქტები რჩება, ხო და შეიძლება, ეგაც რაღაც ინფორმაციას ჩვენ მოგცემს. ხო? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვნახოთ რა ენერგიებში ხართ ეხლა, რომ თქვენ იცოდეთ, რომ ეს თქვენი გაშლა და შეიძლება, რა თქმა უნდა, ყველა ზოგისთვის იყოს, თქვა, რეზონირდება, ზოგისთვის შეიძლება რომელიმე სფერო უბრალოდ კარგად უსმინეთ სიგნიფიკაციას რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ოდნავაც რეზონირდება, ზოგჯერ როგორ არის, იცით, აი გაშლა ისე მუშაობს, რომ შეიძლება კი დაუშვათ, აქ რეზონირდება, მაგრამ აქ რაღაც ინფორმაცია მოდის, საერთოდ ჩემი არ არის ეს რაუბედურობა, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად ზოგჯერ მე რო გაგახსენდებათ, იტყვით, რომ ვაი, მე არც მეგონა თუ მასე კარგად ყველაფერი იქნებოდა. დავიწყოთ, ვისთვის არის ეს გაშლა, ვნახოთ დღეს ჩვენ. ძალიან საინტერესო იქნება, ჩვენ ახლა აი პროგნოზი რო გავაკეთე კვირის, აი რაღაც იყო ძალიან მაგარი, სულფი როგორც ყოველთვის, ძალიან ჩემი უსაყვარლესი დასთა. მადლობა ჩემო სწავლე კირას, რომ აჩუკა ეს დასთა უზომოდ მიყვარს კი იცი, ძალიან კარგად უკვე თქვენ. დავიწყოთ ახლა ეს ვნახოთ ჩვენ რა ენერგიებში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ხო? ეს მითითება. так, შემდეგი, всё. ეხლა დავიწყოთ ასე. ეს არის ჩვენი საქმიანობა, ასე დავარქვათ, ხო? ეს შეიძლება სწავლა ზოგისთვის იყოს, ზოგისთვის იყოს სამსახური, ზოგისთვის ბიზნესი, რა ვიცი მე ვის რა, ხო? და ეხლა შევეკითხებით ჩვენ რა მიდის რა აი ასე ავიღებ რა მიდის რა რჩება და უკვე რას უნდა ველოდოთ ჩვენ ამ თებერვლის თვეში. შემდეგი გავაკეთოთ იგივე ჩვენ და კარგად რო დაინახოთ. ვიცი რომ ეს ფორმატი ძალიან გიყვართ. მოდით ახლა ვნახოთ ჩვენ ფინანსები. დღეს თვითონ დასდება მოვითხოვეს. так, რა მიდის, რა რჩება და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თებერვალში. შემდეგი, так, თქვენ აქ ურთიერთობაზე ახლა ამ დასთას ავიღებ, მაგრამ მან არაც მყავს აქ. მყავს მან არა. ცოცხალი ენერგია, ხო? მან არაშკას რაღაც აუცილებლად გვეტყვის, რადგან გამოვიდა. так, რა მიდის, რა რჩება, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. всё, დავიწყოთ. აქ პენტაკლების ტუზი, გოგოებო და ბიჭებო. რაღაც ახალი მოდის ვიღაცას, თან შეიძლება, ვნახოთ რა შეიძლება. ჩვენ აქ არ მკითხავთ, ჩვენ ვკითხულობთ ტაროს, ხო? ამიტომ წავიკითხოთ რას გვეტყვის. ვისთვის? ვინც პირველად ხართ აქ, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს გვერდი. თუ მოგეწონებათ შენგენაც ვალე შენ. აი თუ გუშინ ვინმე უყურებდა გუშინ თუ როცა ახლა რა ვიცი ვინ როდეს ნახავს, ეს ბოლო კვირა რო ჩავწერე ისე რა ქვია პროგნოზი, თქვენ მიხვდებით რომ ეს იქნება ალბათ 100%-იანი თქვენი გაშლა, იმიტომ რომ აქ ენერგია ნახეთ.
როგორი არის ენერგია რა ადამიანის, რომელიც ნამდვილად რაღაცა თქვენ ახლა აქ ადამიანმა შეცვალა მიდგომა ყველანაირად ყველაფრის მიმართ. აქ ადამიანი ირჩევს თავის თავს. იმიტომ რომ იმპერატრიცა არის უკვე ისეთი ენერგია, მე რაც მინდა იმას ვაკეთებ. არანაირი დაბრკოლებები, არანაირი შეზღუდვები უკვე არ არის რა ჩემთვის. მე ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, მე ვტკბები ჩემი ცხოვრებით. ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანი ახლა ორი ცხრიანი ყველა ვარიანტში 1,000,000% აი ეს გაშლა იქნება იმ ადამიანისთვის, ვინც ირჩევს თავის თავს. ეხლა აგიხსნით ორი სიტყვით რას ნიშნავს ეს მე ვირჩევ ჩემ თავს. თუ დაუშვათ კიდე ვინმე არ იცის. ეს არ არის, ეს არის ჯამრთელი ეგოიზმი. საერთოდ ყოველთვის, როცა აი შენ ირჩევ ჯერ სხვას, მერე შენს თავს, ეს არის утоპია, არაფერი გამოგივა. იმიტომ რომ შენ თვითონ თუ არა ხარ იმ ენერგიაში, რომ მე კარგად ვარ, შენ ვერავის ვერ გაუზიარებ იმას, რაც შენ არა გაქვს. შეიძლება შენ თუ გაჭირვებული ხარ და გაჭირვებიდან ვინმეს კიდე რამეს თქვათ ეხმარები, ეს არ არის კარგი თქვათ კონცეფცია, იმიტომ რომ შენ ის ადამიანები ადრე თუ გვიან შეგზიზღდება. და სხვათა შორის უამრავი მაქვს მე მაგალითები, უამრავი შემიძლია აქ 5 საათი ვილაპარაკოთ მარტო მაგალითებზე, როცა ადამიანმა ადგა თავის თავს დააკლო ბევრი რაღაცა, გინდა ახლა ფინანსები იყოს, გინდა ემოციები და გადაყვა სხვას, დამთავრდა ეს ყველაფერი იმით, რომ ის ადამიანი, ან ადამიანები, ვისაც მან გადაყვა იმის გამო, რომ თქვათ, აი, ოღონდაც ეგენი კარგად იყვნენ და მე რაღაცა ისა, დამთავრდა იმით, რომ იმ ადამიანებმა მერე საბოლოოდ ვერ დაინახეს ეს ყველაფერი და დაიწყო ეს პრობლემა, რომ აი, უნახავები არიან, მე მაგას მთელი ცხოვრება მაგათ მიუძღვენი, მე ყველაფერი მე დავიკელე ბევრი რაღაცები და ყველაფერი მაგთვის გავაკეთე და მაგრამ არაფერიც აი ვერ დაინახეს. ეს შეიძლება შვილებსაც ეხებოდეს, ახლა არ აქვს მნიშვნელობა. მილიონერი მაქვს მაგალითი, პროსტა მაგით არ დაგახდით თქვენ. იმიტომ რომ აქ უკვე ადამიანი გამოვიდა მაგ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ უკვე ეს გამოვლილი აქ ამ ადამიანს. გაიგეთ, ეს მოსინჯული აქ თუ როგორ თქვა სწორედ ქართულად, რომ უკვე ეს ყველაფერი აქ ამ ადამიანს მშვენივრად კარგად გამოვლილი და იცის რომ არა. მოდი ჯერ მე ვიყო კარგად ჯამრთელი ეგოიზმი, კიდე ვიცახე მაგას, ხო? და უკვე იმ სიუხვიდან ნამდვილად უკვე დანარჩენსაც დავეხმარები. ნუ ეს ძალიან ისეთი თემა ღრმა, მაგაზე შემიძლია ველაპარაკო ძალიან ბევრი, უბრალოდ, ნუ ვინცაც ხვდება რომ მე მასე ვარ, კი. იმიტომ რომ აქ ჩვენ არ ვიცახეთ იმაზე, რომ დაუშვათ ახლა ადამიანი, თქვათ, მარტო თავის არავინ არ აინტერესებს, მე კარგად ვიყო და სხვები არა. კარგად, აი ამ მდგომარეობაში თუ ხარ, შენ აქედან შეგიძლია ისეთი რამეები გააკეთო და ისე გააბედნიერო ხალხი და ისე დაეხმარო და ისე ყველაფერი გააკეთო, აი გაუცდები და ეს შენთვის სასიამოვნოც იქნება. სასიამოვნო შენ შეგიძლია გააკეთო მერე ბევრი კარგი საქმე სხვებისთვის და არა გაჭირვებიდან. აი მახსოვრეთ. ეს მუშაობს მასე. Так, ვნახოთ. ეს ენერგია, აქ რა ხდება, რა ენერგია არის აქ? ანუ, ესე იგი, თებერვლის თვეში დაიმახსოვრეთ, აი, ზუსტად, ნახეთ, თქვენ უკვე აქ ცხრიანი, რომ უკვე მე მზად ვარ. всё, უკვე აი ვუახლოვდები იმას, რომ უკვე კარგად ვიქნები. აქ ეხლა კიდე სუსი მაგ პატარა. აქ ნახეთ, აქ ადამიანი, და ნახეთ როგორ სიმბოლური იმ დღესაც რო გავაკეთე გაშლა და აი ეს როგორ მიყვარს ეს. ხო? ნაკადი. ანუ ნახეთ, ყველა ვარიანტში თქვენ აი აქ თუ რამე გქონდა დანაკლისით, აქ შეიძლება ეხებოდეს, ნუ მოდით ეხლა თასებია სიყვარულსაც. თუ დაუშვათ თქვენ გქონდათ აქ რაღაცა, ნუ დანაკარგი, ხო? იმიტომ რომ ეს წარსულს მაინც გვაჩვენებს. მე აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ანუ რაღაც ისეთ ენერგიებში შედიხართ, აი მასშტაბურ კაი ენერგიებში. ახლა მოდით ძალიან ასეთი რა მოდის ინფორმაცია, რომ შეიძლება აქ ვიღაცა ოცნებობდა წასვლას საზღვარგარეთ.
ნახეთ ორი ვარიანტი მომდის აქ. პირველი ვარიანტი. შეიძლება თქვენ აქ თუ დაუშვათ და კარგავთ სამსახურს. თქვენ ეს მოგიტანს დიდ ბედნიერებას. მიხვდეთ? ეხლა ნახეთ, შეიძლება თქვა რომ არალოგიკურია, რა თქვა სამსახური დავკარგე და საზღვარგარეთ. რატომ? იმიტომ რომ შენ შეიძლება ანუ ეს საერთოდ ძალიან მაგარი რაღაცა, როცა კარგავენ სამსახურს, ეს ყოველთვის იმის მანიშნებელი, რომ ადამიანი უკვე თავისით ვერ ხვდება, რომ მან არ უნდა იყოს და უფრო წინსვლა უნდა გქონდეს. და შეიძლება აი არჩევანზე რო არის, ან რაღაცა შეიძლება ახალი ელოდება, ან თვითონ გრძნობს, რომ რაღაცა ახალი მელოდება, ან მინდა დავიწყო ეს ახალი, მაგრამ კიდე რაღაცას ებღაუჭება, იმიტომ რომ იქ არის სტაბილურობა. ამავდროულად კიდე და კიდე მილიონჯერ მაგას გავიმეორებ, რომ ჩვენ აქ არა ვართ მოსულები იმისთვის, რომ სულ ვიყოთ სტაბილურად. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ უნდა იყოს ევოლუცია სულის, ხო? ამისთვის სული ყველაფერს აკეთებს სიტუაციები და ჩვენ ძალიან ბევრი თემები არის, რატო და რისთვის. მიხვდეთ? ამიტომ თუ ჩვენ თვითონ არ გვესმის, კარგად გვაგებინებენ. ამიტომ აქ გვეუბნებიან, რომ აქ შენ დაამუშავებ ამ პრობლემებს, რომელიც შენთვის იყო, აი შენთვის რაც იყო სანერვიულო, რაც შენთვის იყო ძალიან ესეთი აი მტკივნეული, ხო? შენ ამას ისე დაამუშავებ, რომ შენ ძალიან კაი ხასიათზე იქნები, ძალიან ბედნიერი იქნები, შეიძლება დაუშვათ რაღაცა დაკარგე, მაგრამ სამაგივროდ მიიღებ უფრო მეც. ეს უკვე კიდე სხვა თემები გვაქვს, ხო? კი. ნახეთ, აი გეუბნებით. ეს შეიძლება უცნაური მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს ის არის, რაც თქვენ გაგეხარდებათ. ანუ შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობას. ჩვენ აქ ვნახავთ ახლა, კი, რატო ურთიერთობაზე ვამბობ? იმიტომ რომ აქ არის დასები, ხო? შეიძლება გაიგოთ რაღაცა ისეთი, მაგრამ წარმოიდგინეთ, აქ რა მოხდება კიდე, შეიძლება თქვენ ისეთი ინფორმაცია გაიგოთ უცბად, ეს ინფორმაცია თქვენ მე შეგიყვან ძალიან კაი ენერგიაში, აი გმაყოფილი ვარ, ბედნიერი ვარ, ბოლოს და ბოლოს ეს დამთავრდა, გამთავისუფლდი. კარგით, მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ, აი აქ კიდე უკვე გადავედით ჩვენ თემებზე და უკვე კარგად კიდე მივხვდებით, რომელიც სფეროში რას გვაჩვენებენ ჩვენ აი აქ. ანუ კარიერა სამსახური ასე შემდეგ, ანუ აქ რა მიდის? აი ეს თქვენი სტაგნაცია. აქ მიდის რა? ის რომ შეიძლება დაუშვოთ, არ იყო რაღაცა მომენტი, ნახეთ, აი აქ შეიძლება იყო როგორი პროცესი კიდე. როცა დაუშვოთ, შენ აი ამ აზრამდე რომ მისულიყავე, არის დიდი ალბათობა იმისი, რომ შეიძლება რაღაცა შეჩერებულიც იყო, შეიძლება დრო გჭირდებოდა შენ იმისთვის, რომ რაღაცები გაგიაზრა, რაღაცებზე გეფიქრა, რაღაცები გამოგიტანა დასკვნები, მიხვდეთ? გამოცდილება მიგიღო. და უკვე აღარ ვაკეთებ იმას მე, რაც არ მომწონს, რაც მე არ მინდა. მაგისთვის შეიძლება იყოს ზოგისთვის სტაგნაცია კიდე რას ნიშნავს, როცა მე ვფიქრობ იმაზე, აი, დაუშვათ, რამე გეგმები გქონდათ, ხო, რამეზე ფიქრობდით თქვენ, ხო? აი, კიდე რა გავაკეთო, იყო აქ რაღაცა მომენტი, ეს მიდის. რა რჩება და თქვენი ინტერესი რჩება იმისათვის, რომ გამოვიდე ამ სტაგნაციიდან და უკვე რამე ახალი შევისწავლო, ახალი მივიღო. მიხვდით? ანუ თუ დაუშვოთ, თქვენ რაღაცას სწავლობდით, თუ დაუშვოთ, თქვენ რაღაცაზე ფიქრობდით, ეს რჩება თქვენთან, ხო? ანუ ინტერესი მე მაგ, მე შეიძლება მეშინია არ ვიცი დაუშვოთ როგორ იქნება და მაგრამ აი ეს ინტერესი ახალი რამის რჩება იმის ანუ ნახეთ, იმის მიუხედავად რომ თქვენ ხართ, ანუ ცხრიანი საერთოდ კიდე რა, ეს როცა მე ბევრს ფიქრობ, მე რაღაცა მინდა ვისწავლო, მე მივესწრაფები უკეთესობისკენ, მე შეიძლება რაღაცა აქ უკვე დავასრულე და ეს რაც მე დავასრულე უკვე რაღაცა დივიდენდებს მაძლევს, რითიც მე ვარ გმაყოფილი,
ხო? შეიძლება თქვენ даже აქ, ზოგისთვის ის იცით როგორი პერიოდი შეიძლება გქონდათ, ეს ძალიან ცოტა ვინმესთვის იქნება, ეს უკვე იმ დონეზე, როცა შენ დაუშვათ გქონდა პერიოდი, არის ეგეთი პერიოდი, ამაზე ძალიან ბევრს მერე უკვე აუხსნი იმათ, ვისაც უნდა ეს მთხოვენ ეს ფულის ტრენინგი, იქ აგიხსნით მე თქვენ, ჩქარობთ, აგიხსნით ყველაფერს, ეს როგორ მუშაობს, როცა შენ შეიძლება არ მუშაობ, მაგრამ ფული მაინც შემოდის, კაიგეთ? ეს ძალიან საინტერესო თემა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ დივანზე იწვევი და შენ ახლა დაგეყრება თავზე ფულები, თუმცა ეგრეც შესაძლებელია, მაგრამ ძალიან საინტერესო თემა. ამიტომ აქ შეიძლება იყო პერიოდი თქვენთვის ისეთი, რომ იმიტომ რომ ცხრიანებში, პრინციპში ასეთ პოზიციაში ადამიანს შეუძლია, რომ ძალიან ბევრი თქვათ, ეხლა არ იმუშაოს. შეიძლება თქვენ უკვე ბიზნესი გაქვთ ისე აწყობილი, რომ თქვენ ის გაძლევთ საშუალებას, რომ თქვათ, შეიძლება ვაფშე ისვენებდეთ, დაუშვათ და მშობლებაში იყავით. ეგაც არის შესაძლებელი. მაგრამ რჩება ის, რომ აქ ადამიანი ინტერესიანია, მე მაინტერესებს რა, რაღაცები. აქ შეიძლება სხვათა შორის თქვენ რაღაც ცოდნასაც გასცემთ, იმიტომ რომ იმპერატრიცა საერთოდ არის ადამიანი, რომელსაც უკვე დაგროვილი აქვს ძალიან ბევრი ცოდნა და ეს ცოდნა მას უკვე შეუძლია, რომ გამოიყენოს. ძალიან სხვათა შორის კარგი მასწავლებლებიც არიან, იმიტომ რომ აი იმპერატრიცას ძალიან კარგი შვილები ყავს, კაი შვილები ყავს, იმიტომ რომ თვითონაც ვითარდება და თავისი შვილებიც ვითარდებიან, ან კაი განათლებასაც, კარგი დედა, ესეც არის რა. და ამიტომ რჩება, რაც ჩვენ ახლა სამსახურს ვეხებით, ხო, კარიერას, ეს თქვენი, მოდით, აი ასე ვთქვათ, ინტერესი, ეს რჩება ყველა ვარიანტში თქვენთან. კი, რჩება. იმიტომ რომ თქვენ სულ გაქვთ რაღაცა წინსვლა, გინდათ სულ რაღაცა გაინტერესებთ და თუ დაუშვათ სწავლა გინდათ ან რაღაცა, კი, ეს რჩება. ნახოთ ახლა რა მოდის. აჰა. ნახეთ რა ენერგიები მოდის. უკვე იყავით იმპერატორი, გახდეთ იმპერატრიცა, გახდეთ იმპერატორი. ეს რამ პენტაკლების მეფე. ესე იგი, აქ არ აქვს მნიშვნელობა, გოგო ხარ, ბიჭი ხარ, აქ არის ენერგია. ეს ენერგია რას გვეუბნება ჩვენ, რომ შენი პროფესიონალიზმი აი აქ იმდენად დაფასებული იქნება, რომ აი რა ვერ აგեղწერთ, იმიტომ რომ თქვენ ახლა გექნებათ ძალიან ბევრი აქ სამუშაო. აი ორივე ერთად ხო ხედავთ, როგორ მუშაობს დასდები რა. ანუ აქ შენი პროფესია, იმიტომ გეუბნეთ თქვენ აი აქ თუ დაუშვათ, გამოდიხართ როგორი მომენტიდან, იცით, თქვენ გაანათებთ სივრცეს. თუ თქვენ დაუშვათ, გახვალთ აი აქ ინტერნეტში, თქვენ აქ ბევრ ადამიანებს დაეხმარებით ძალიან. რატო? პროფესიონალი ხართ თქვენი საქმე. თქვენ იცით ჩემი მიდგომა, მე ყოველთვის ვამბობ, არა აქვს მნიშვნელობა რითი ხარ დაკავებული. არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება შენ თუ აქ რაღაცა ისწავლე, ხო? შენ ეს სწავლა, შეიძლება ვაფშე ახალი რაღაცა ისწავლე. არა აქვს მნიშვნელობა რა, არა აქვს მნიშვნელობა რა. აქ მე გეუბნები თქვენ, რომ ამ ცოდნას თქვენ აი იმოდნახეთ როგორია. შეიძლება დაუშვათ ახლა პენტაკლების პაჟი, ეს როცა მე ყველაფერი მაინტერესებს, მე ყველაფერი მიზიდავს, მე ძალიან მინდა, იმიტომ რომ ფული მინდა. და ვეძებ იმ მომენტებს და პროფესიებს და რაღაცა სიტუაციებს, სადაც კიდე შემიძლია ჩემი თქვათ ახლა ფინანსები უფრო ავამაღლო, გაიგეთ? და ამიტომ აქ არის ახლა რაც ეხება ამ საქმიანობას, აქ შეიძლება თქვენ ცხოვრებაში შეხვდება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ დაუშვათ წინსვლა, თქვათ რაღაცა პოზიციაზე მუშაობს, შეიძლება თქვათ ახლა განყოფილების უფროსი გახდეს სიტყვაზე. კი, ბევრი სამუშაო გექნება, მაგრამ დაფასებული იქნება. შეიძლება შენ ელოდებოდ დიდი ხანია, თქვათ ახლა აქ წინსვლას. კიდე თუ დაუშვათ ბიზნესი გაქვთ თქვენ, ბევრი სამუშაოც გექნებათ, მაგრამ აი აქ თქვენ გაღიარებენ როგორც მაგარ პროფესიონალს, შენ პროფესიონალიზმს აქ ნამდვილად აღიარებენ, იმიტომ რომ აქ ძალიან ძლიერი ენერგიები არის რა. ყველა ვარიანტში, რომ აქ პენტაკლები არის რა, შენ თვითონ შენს თავს, შენ ქმნიდ დროს დებდი, იმიტომ რომ აქ პენტაკლები, მაგრამ ჩვენ ლაპარაკობთ აქ პროფესიონალურ დონეზე, ხო? ამიტომ აქ არის ის მომენტი, როცა შენი პროფესიონალიზმი ნახათ რა დონეზე, არა აქვს, მე მაგალითად ეგ გეტყვით, არა აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი.
ეხლა მე მაგალითად რო სემინარებზე რო დავდიოდი, სხვათა შორის ძალიან მომწონდა, როცა ნუ იქ ესეთი სპეციფიკა ქონდა, რომ წარმატებული წყვილი გამოდიოდა და მე მომწონდა ყოველთვის, როცა აი კაცი ლაპარაკობდა, თქვათ, იმიტომ რომ რაღაც აი სტრუქტურირებული ქონდა რაღაც ის და ვიღებდი იქიდან ინფორმაციას უფრო მაგარს, მომწონდა, ხო? შეიძლება თქვენც დაუშვოთ, აი ანუ მიიღებთ, ნუ თქვენც ხართ ეგეთი ადამიანი სიტყვაზე, ეგაც არის რა, აქ ვიღაცისთვის არის ეს ინფორმაცია, მაგრამ კიდე შეიძლება თქვენ აქ გახვალ ისეთ პოზიციაზე, თუ დაუშვოთ თქვენ მუშაობთ ინტერნეტ სივრცეში. აი აქ იქნება სრული აღიარება თქვენი როგორც მაგარი სპეციალისტის და თქვენთან ძალიან აი ბევრი სამუშაო, ეს არის ბევრი სამუშაო, როცა მე პრინციპში შეიძლება დასვენებაც არა მაგა ეგეთ, იმიტომ რომ რვიანი საერთოდ ინტაკლების ეს იმას ნიშნავს, რომ მე ბევრს მუშაობ, მაგრამ დიდი ანაზღაურებაც მაქვს რა. და ეს არის უდიდესი უკვე ეს არის ტოპ მენეჯერი, ანუ ტოპი ვარ. ტოპი როცა მე უკვე ჩემს საქმეში მაგარი ვარ. კიდევაც გეუბნებით, შეიძლება დალაგებაში ხარ ყველაზე მაგარი და ყველა შენ გეძახეს რა. ან შენ დაუშვოთ ახლა თვითონ შექმნი რამე ბიზნეს, სადაც შენ სხვებს დაასაქმებ და იქიდან შენ მიიღებ შემოსავალს. მე ხა შეიძლება ვუტრირებ, მაგრამ ეს არ არის ეს, ნუ, იმიტომ რომ ზოგი შემეწყოს, რომ ვაფშე არ მაქვს არანაირი ბიზნესი, რა ბიზნესია ლაპარაკი. აქ უბრალოდ, ნუ, საჯარო გაშლა, ამიტომ სხვადასხვა დონეზე გეუბნებით რა. რომ ისე რა ქვია, ენერგიას ვიღებ ჩვენ. ეხეთ, მაგრამ აქ ადამიანი აი თავის პოზიციებს, როგორ იცის, აი რო იტყვენ, აი ეს არის მაგარი ძალიან სპეციალისტი. აი ეს უნდა დავნიშნოთ ჩვენ. აი ეს არის, თქვათ, ახლა ადამიანი, ვისთანაც მე მინდა მივიდე, თქვათ, დაუშვოთ ახლა და მივიღო მისი ცოდნა სიტყვაზე, ხო? ანუ ან დაუშვოთ, ეს არის ის ბიზნესმენი, ვისთანაც ჩვენ გვინდა რომ ხელშეკრულება გავაკეთოთ და ამას ამ ნდობა გვაქვს ჩვენ მაგის რა. ნუ აი, რა ვიცი, რაღაც ძალიან ესეთი პოზიცია და მაქსიმალურად ვეცადი რომ ამეხსნა. Так, всё, ფული. რა მიდის. ანუ აქ რაღაც ახალ პერიოდზე, ახალ თემაზე გადადიხართ. ნუ აქედან გამომდინარეც გივეთყოდე, რომ თქვენ აქ რაღაც ახალ ეტაპზე გადადიხართ. აქ სხვათა შორის, აი, იცით კიდე როგორი ენერგია მოდის, როცა შენ რაღაცაზე დარდობ, მაგრამ ჯერ არ იცი, რომ ეს შენი დღევანდელი, თქვა, დარდე რა ბედნიერებას მოგიტანს. მიხდეთ, რა მხოლოდ ბედნიერება არ იცი შენ ჯერ ის რაც გადარდებს, ზუსტად ეს მოგიტანს შენ მერე დიდ ბედნიერებას. ხო და ამიტომ აქ რა არის, მიდის რაღაცა ძველი პერიოდიდან გამოდიხარ, სადაც შეიძლება იყო აი თუნდაც ეს სტაგნაციაც, თუნდაც შეიძლება გაუგებრობა, თუნდაც შეიძლება ბევრი ხარჯი ქონდათ, ხო, ან ხაოსი, სრული ქაოსი შეიძლება ქონდათ, რომ ვაიმე საიდან მოვიტანებული რაღაც, აი ეს პერიოდი მიდის, თქვენ გადადიხართ რაღაც ახალ ეტაპზე. რა რჩება თქვენთან, აი ეს სტაბილურობა, რაც თქვა დაუშვით, ნუ როგორც ხა აქ მე ვერ ვეტყვი მაპატიეთ, რომ ადამიანს ფული არ აქვს, ვერ ვეტყვი ამ პოზიციით ნამდვილად, შეიძლება ახლა შეიძლება არ ვეტყვი რა, მოდით ასე რა, ფული არის აქ. სხვადასხვა კატეგორია, შეიძლება ზოგისთვის, როგორც ვამბობ ხოლმე, მილიონიც არის ცოტა, ზოგისთვის შეიძლება სიტყვაზე 1000 ლარი, 1000 ევრო ძალიან მაგარი ფულია. ამიტომ თქვენ ენერგიებში, ანუ აქ გადადიხართ თქვენ რა მიდის, ანუ მიდის ის, რომ თქვენ გადადიხართ რაღაცა გამოცდილება, რაც იყო, აი ხო ქონდა თქვენ რაღაცა გამოცდილება, რაღაცა თქვათ ახლა 100 ლარი შემოსავალი. ეხლა თქვენ ეს უკვე თქვენი ცხოვრებიდან მიდის, აი სად მოდიხართ, კი ვნახავთ ახლა, მაგრამ ის სტაბილურობა, ის რჩება. ანუ ნახეთ როგორ არის სიტყვაზე 100 ლარი გაქვს შემოსავალი, ну ძალიან ცუდად არ მომწონს 1000 ლარი სიტყვაზე გქონდა შენ, ხო? ანუ მიდის რა, შენ გადადიხარ ახალ ეტაპზე, მაგრამ ეს 1000 ლარიც რჩება შენთან. მიხვდეთ როგორ რა მინდა ვთქვა? ანუ ის არ ნიშნავს, რომ შენი 1000 ლარიც წავიდა. არა, შეიძლება 2 შემოვიდეს სიტყვაზე, მაგრამ ის შენი 1000 მაინც რჩება. ეს შენი კომფორტი მაინც რჩება, იმ კომფორტი, რომელიც შენ აი ყველაფერი ხო გაქვს თქვა რაღაცა შემოსავალი, რომელიც ყველაფერზე ყოფნის დაუშვოთ, ხო? იმიტომ რომ განაწილებული გაქვს დაუშვოთ, ხო? აი ეს რჩება. მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ აი თქვათ რაღაცა რაც არ იცი ჯერ და ნერვიულობ, ხო? იმიტომ რომ გინდა 2000 სიტყვაზე, ხო?
აი ეს სიტუაცია იცვლება. ვნახოთ როგორ იცვლება. ნუ იცვლება ვთქვი და აგერ იცვლება. იცვლება ვთქვი და აგერ იცვლება. იცვლება ვთქვი და აგერ იცვლება. გამიგეთ? ანუ აქ სამყარო უკვე თქვენ გაძლევთ იმას, რასაც თქვენ აქ სთხოვდით. აქ სხვა ფული შემოდის. გაიგეთ? სხვა. აქ რაღაცა სხვა ნაკადი შემოდის თქვენს ცხოვრებაში. ნუ ჩემი მოსწავლეები კი მიხვდებიან, რომ მე 10 ჯვარი მუშაობს აქ. ხედავთ, ხო? და ეს არის ზუსტად ეს მომენტი, როცა უკვე რაღაცა იცვლება, შენს იცვლები. აქ უკვე აი ზუსტად ეს მომენტი, რომ მიდის ის, რაც აი თქვა შენი შემოსავალი, ну, რაც აგიხსენეთ, მოდით აღარ გავიმეორებ, მე იმედი მაქვს, რომ თქვენ გამიგეთ, რასაც მე გულისხმობ. რასაც კი. ანუ რასაც თქვენ აი აქ გინდოდათ და ფიქრობდეთ, რასაც იყო სტაგნაცია, გამოდიხართ იქიდან, იცვლება თქვენი შემოსავლის წყარო, თქვენი ნაკადი იცვლება. კი, აი მერყეობა თუ გქონდათ, ხო, შეიძლება მოდიოდა, მიდიოდა, მოდიოდა, ხო, ფული როგორც შემოვიდა, ისევ გავიდა შეიძლება, ხო? ანუ ვერ იჭერდეთ შეიძლება თქვენ ნაკადს, ხო ხვდებით რა? აი ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს რა, შეიძლება თქვენ ახლა ფიქრობდით, აქ კიდე სხვათა შორის იქნება ვიღაცასთან даже რამდენიმე წყარო შეიძლება იყოს შემოსავლის, ნახეთ, ეგაც შეიძლება იყოს კიდე რა მოდის აქ. აი ეს ნახეთ ხო, მე უფრო მაჩვენებს საიდან გამოდის ადამიანი, თუ დაუშვოთ ახლა თქვენ რაღაცა შეზღუდული იყავით, რაღაცა, ნუ ვერ იყო ისე როგორც თქვენ გინდოდათ სიტყვაზე, ხო? რაღაც სულ მოლოდინი, აი ესეც, აი ეს იმიტომ არის აქ ორიანი პენტაკლების, რომ ანუ რა ვიცი, აი სად განვითარდე, რა გავაკეთო, კიდე ფული რითი შემოვიდა, რაღაცებს, ნუ უკვე აღარ მინდა, ნერვიულობაც აღარ მინდა უკვე იმაზე და რო სად არის რა, არ მოდის რა, ველოდები. აი ეს ყველაფერი, ნახეთ, ეს ამ ენერგიებიდან გამოდიხარ თქვენ. ფართუნა პრინციპი, ხო, აი თქვენი ხუთიანი, ნახეთ ეს რას შვება. ხო. ნამდვილად ამას მოერევით თქვენ. აი მოერევით ამ სიტუაციას ყველა ვარიანტში რა. იმიტომ რომ თქვენ აქ ადამიანი მოქმედებს. მიხვდეთ, მოქმედებს. არა მხოლოდ მედიტაციას აკეთებს, ეს დაუშვოთ, ხო? როცა შენ მედიტაციას აკეთებ, მე უნდა ადგე რაღაცა გააკეთო. მედიტაცია იმისთვის გეძლევა, რომ თქვა ახლა უფრო კიდე რაღაცა ინსაიტებიც მოგივიდეს. და ამიტომ აი აქ ეს სიტუაცია, რომელიც იყო თქვენთვის მტკივნეული, თქვენ მაგ სიტუაციიდან გამოდიხართ. და ძალიან აი როგორი მომენტი. ნუ აქ ხა ისტორიას მეყვებიან თქვენსაც როგორი ყავით, რანაირად იყავით, რო თქვა ახლა რაღაცა ფულის შეზღუდვები იყო, ძალიან ნერვიულობდით, იმიტომ რომ შეიძლება ზოგმა ფული დაკარგა, შეიძლება ნუ რაღაც ბევრი რაღაცა სიტუაციები არის. კი, მაგრამ ეს დამთავრდა. ეგ სიტუაცია, იმიტომ მაჩვენეს უბრალოდ ეთყობა, ანუ რა გადაიტანეთ თქვენ და ცვლილება ხო გითხრათ, აი ეს ყველაფერი თუ რაღაცები გქონდა თქვენ, ეს უკვე დასრულდება. აი იგი ისე რვიანი, ნახეთ, აქაც, ხო? ანუ ისევ ისე თქვენი საქმე, თქვენი ქმედება, რასაც თქვენ აკეთებდეთ, მოგიტანთ ჰარმონიას და მოგიტანთ ძალიან კაი შემოსავალს. ძალიან კარგს. იმიტომ რომ, აი ცხრიანი პენტაკლების, კი, და პლუს იმპერატრიცა, ნუ მეტი რა ვთქვა. იმიტომ რომ აქ ადამიანი უკვე არის იქ, რომ მე სამყაროს ვუცხადებ იმას, რომ მე მზად ვარ მივიღო. მე ვიღებ. მიხვდით? всё, ну აქაც არ ჩავღრამავდები, უბრალოდ ახლა ინფორმაცია მოგაწოდეთ და დანარჩენი უკვე უბრალოდ რა არის, არ მიყვარს რომ ეს დაგღალოთ. ზოგს вообще არ აინტერესებს, არც ფული, არც ის რა ვიცი, მათ სიყვარული მომწევს, არ მომწევს, ხო? მაგრამ აი ვისაც უფრო მეტი მოსწონს, კი იცით თქვენ რომ მალე ჩვენ მაგაზეც ვიმუშავებთ და ვიქნებით უფრო კარგად, ხო? ნახოთ ახლა ურთიერთობაში რა ხდება. მე უბრალოდ ენერგიას გეუბნები, იმიტომ რომ მე ვხედავ ძალიან კარგად ადამიანებს, ვის რა აინტერესებს, ნუ ყოველ შემთხვევაში ან ჩემთან მოდიან რამე ტრენინგებზე, ან სხვებთან, ნუ ვითარდება ადამიანი და ამიტომ გაშლებიდანაც ვხედავ, რომ ძალიან მიხარია, რომ ძალიან მაგარი ადამიანები არიან ჩემს სივრცეში, ეს ძალიან მომწონს.
так, რა მიდის? თქვენი ლოდინი მიდის. გაიგეთ, ლოდინი იმისი, რომ თქვათ ახლა ველოდების სიყვარულის, მინდეს სიყვარული, მინდა ან ვიღაცას შეიძლება თქვათ, ელოდებოდეთ თქვენ, რა ვიცი, პარტნიორს, აი ეს ლოდინის თემა რაღაცნაირად ეს მიდის. აი, ახლა მაინტერესებს, ანუ აქ რას გულისხმობთ თქვენ? მიდის რა? ну всё, ხო, აი ზუსტად ეს მომენტი, რომ ანუ ნახეთ, მინდეს სიყვარული, მაგრამ ჩამოყალიბებული არა ვარ. შეიძლება შემოდიოდნენ პარტნიორები, მაგრამ ძალიან არასერიოზული შეთავაზებებით, ხა ეგეთ. ანუ ან არასერიოზულად იქცეოდა, ან რაღაცა თქვათ, მე მინდა რომ შემოვიდეს ჩემთან ნორმალური ადამიანი, სულ შემოდიან ვიღაცა არასერიოზული ტიპები. ან თვითონ თუ ყავთ პარტნიორი დაუშვათ, თქვენ მოლოდინში იყავით, აი შეიცვლება, აი რაღაცა სერიოზული შემოდიოთ. აი იმიტომ თქვი, აი რაღაც ლოდინი მიდის რა, აი ლოდინი მიდის. რა რჩება? რა რჩება და აი ეს რა არის? თქვენ აქ იმეც არ კარგავთ იმისას, რომ დაუშვათ ახლა ჩემს ცხოვრებაში აუცილებლად შემოვა ადამიანი, რომ ვისთანაც მე ძალიან კარგად და ბედნიერად ვიქნები. აი ეს რჩება თქვენი აი ესეთი მიდგომა, გაიგეთ? იმიტომ რომ შეიძლება თქვენს ახლა, ну აქ აშკარად არის, რომ რაღაცა არ იყოს სერიოზული. შეიძლება თქვენ თვითონ უყურებდით არასერიოზულად, შეიძლება კიდე აქ ახლა ну ბევრი მყავხართ აქ და აქ უბრალოდ ხო გეუბნებით, აი ახლა თუ დაუშვათ ავიღოთ ჩვენი სიგნიფიკატორი, ხო? განთავისუფლება მიდის რა ამ მომენტიდან, იმიტომ რომ თასების დედოფალს კი აქვს ზოგჯერ ეს მომენტები, რომ თქვა ნერვიულობს გულთან მიაკ ძალიან ბევრი რაღაც მომენტები და აი ეს უნდა წავიდეს. ნახოთ რა მოდის. თებერვალში, აჰა. დაიჭირეთ ახლა. всё, აღარ მეგონი დავხურავ ახლა ამ გაშვას. რა უნდა ვთქვა? ბედნიერება მოდის, სიყვარული მოდის და მოდის ახალი ენერგია, ახალი სიყვარული ზოგისთვის, იმიტომ რომ აქ არის, ანუ ყველა ვარიანტში, აი აქ თქვენ იქნებით ძალიან ბედნიერი. ეხლა ნახეთ რას გეტყვით ახლა აქ. შეიძლება მოხდეს, აი აქ პირველ რიგში ხო გითხარით harmonias, თქვენ harmonias მოიპოვებთ რა, იმიტომ რომ იცვლება აქ სიტუაცია, თქვენი ძალიან იცვლება რა. და აქ პირველ რიგში თქვენს თავს პოულობთ თქვენ, გაიგეთ რა ხდება. იმიტომ რომ მე აღარ ველოდები უკვე. ანუ როცა შენ ზიხარ და ვიღაცას ან რაღაცას ელოდები, ეს არის ძალიან ტყუილ დროს კარგვა. მიხვდეთ? ძალიან. და ამიტომ აქ არის, როცა ადამიანი, როგორც გითხარით, ირჩევს თავის თავს, მასთან მოდის ბედნიერება და სიყვარულიც. და აი აქ უფრო даже ვეტყოდე მე, რომ შენ თვითონ შედიხარ ისეთ ენერგიებში, როცა შენს თავს იყვარებ. მიხვდეთ? ეს უფრო მნიშვნელოვანია. თუ არ გიყვარს, ბანალურს გეტყვით, შენი თავი თუ არ გიყვარს, შენ вообще ვინ შეგაყვარებს? აი ვინ? აი ვინ? კი, შეიძლება თქვა, კი არ მიყვარს ჩემი თავი, მაგრამ პარტნიორი ხომ მყავს და იმას ვუყვარვარ. სისულელე, იმიტომ ზიხარ და ტირი ხარ და უყურებ დამერეკავს არ დამერეკავს. იმიტომ რომ ის გასწავლეს შენ თვით შეყვარებას, როგორ რომ არ უნდა ურეკო დღეში 10 ჯერ, არ უნდა წერო მესეჯები თუ არ პასუხობს და ეს არის რაღაცა არის პუნქტები, რომელიც უნდა მან გინდა თუ არ გინდა, უნდა გაითვალისწინო. იმიტომ რომ არის მომენტები, რომელიც აუცილებლად, მოქმედებს ქალზე და მოქმედებს კაცზე, ტრიგერები. და ამიტომ შენ თუ ზიხარ და სულ და იმას ახლა იმან იცის რომ შენ ზიხარ და ელოდები, ხო, ენერგია ჯერ ეს ერთი მუშაობს სხვანაირად, პლუს კიდე აქ არის მომენტი, როცა შენი თავი თუ არ გიყვარს, შენ თუ არა გაქვს შენი საქმე, შენ თუ არა ხარ შენი საქმე დაკავებული და რომელიც გიყვარს, მოგწონს, აი და მარტო ცხოვრობ იმით, რომ როდეს დამერეკავს, როდეს გამოჩდება, როდეს მომწერს, იმიტომ გეუბნებით, რომ ზოგჯერ აი გაშლა რომ მინდა გავაკეთო, სიმართლე გითხრა, მე რო არა ვარ უკვე ესეთ ენერგიებში რა, ანუ მართლა კაი ხანი რა და აი არ ვიცი ზოგჯერ კი ვიცი რომ მეთქე ზოგი ფიქრობს, მაგრამ მე სხვანაირად ვარ განწყობილი მაგ თემებზე, გაიგეთ, რომ ეს ვიცი რომ ეს არის სისულელე, ეს ლოდინები.
და ეს როგორ მოქმედებს, ეგაც ვიცი. ეგ არის სისულელე შენ, რომ 15 მესიჯი მიწერო ადამიანს და ის ერთზეც არ პასუხობ და შენ ზიხარ და ფიქრობ, რომ არა, ეთყობა დაკავებულია, ვაიმე, ეთყობა ეხლა არ ესმის, ვაიმე, ტელეფონი დაკარგა, უნიტაზში გადაოვარდა ეთყობა და მაგიტომ ახლა ხო უნდა გაშრეს და მე დამირეკავს, ხო? კი, უცებად დაგირეკავს. შენ თუ შენი თავი არ გიყვარ, შენ თავს თუ არ აფასებ, იჯეკი და ელოდე და რატომღაც აძლევ უფლებას, რომ ის ვიღაცა, ვინც არ უნდა იყოს, ვიღაცა არის და შენ მას აძლევ უფლებას, რომ მაგან მართოს შენი ემოციები. რატომ? იმიტომ რომ შენი თავი არ გიყვარს. შენი თავი არ გიყვარს. იმას რატო უნდა უყვარდე, ძალიან მაინტერესებს. აი რატომ? რა შენ გინდა შენ გეყვარება ადამიანი, რომელიც თავის თავს პატივს არ ცემს, არ უყვარს თავის თავი. არანაირად არაფერი არ არის. მარტო ზის და ტირის და შენ სამსახურში ხარ, მუშაობ, რაღაცას აკეთებს, რაღაცას ქმნი და ის 24 საათი ვაიმე როგორ ახარ, რა შვები, ფისო, მიყარ ხარ, მინდა შენი ნახვა, ვაიმე, ეხლა ვაიმე გაგიჟდები. აი პროსე წარმოიდგინე. არა, ნეტა მომწეროს ასე და არ გავგე, გაგიჟდები. გაგიჟდები. ამიტომ აქ არის სიტუაცია ისეთი, რომ შენ აქ ცოტა ხანი მოგეწონება, მაგრამ მე ამოგივა ყელში. თუ შენ ხარ დაკავებული რამით და გაგშენი საქმე. თუ არა და იჯეკი და ერთმანეთს უწევთ და ან ერთს მობეზება, ან მეორეს მობეზება, ეგ სიტუაცია. განვითარება თუ არ იქნება, მაინც რაღაცა მე შემოვაკ მე-16 არკანი და შეიცვლება სიტუაცია. აქ გეუბნებით, აქ თქვენ პირველ რიგში თქვენს თავს აი დიდ პატივს სცემთ და აქ შეიძლება აქ ვაიმედე და მოდის. აქ უეჭველი არის ახალი აი იმპერატორი დაიჭირეთ თქვენ იმპერატორი. შეიძლება სხვათა შორის აი აქ თქვენთან საქმიანობაში შეიძლება даже ეგ მომდიოდეთ და ეს ინფორმაცია, მაგრამ მეთქი ხა ფული რა არის კარიერაზე. აქ სხვათა შორის შეიძლება ეს იმპერატორი აი აქეთ გადმოვიდეს რა და ახალი ადამიანს გაიცნობთ, რომელიც შეიძლება სამსახურში სხვათა შორის. რაღაცას თქვათ ამ ადამიანთან გექნებათ კავშირი და იმპერატორი თავისით გადმოვარდა და ასე და ხო დაინახოთ. ანუ ადამიანი, რომელიც თქვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მოდით მე არ დავიწყოთ, ახლა ქმარი იქნება ეს საერთოდ გაშლა 100 წელი მაგას ვერა. მაგრამ ადამიანი, რომელიც ძალიან ნახეთ ახლა გამოვიდა 3 მაღალი არკანი და თუზე არის აქ სიყვარულზე, ხო? იმის თასების. ამიტომ მე აქ შემიძლია ვთქვა, რომ ვიღაცას ნამდვილად შემოვარდა თქვენი სატანადო მამაკაცი. სატანადო რას ნიშნავს? პარტნიორი. ეს ნიშნავს, რაც შენ დაიმსახურე. რა დაიმსახურე, შეიყვარე შენი თავი დააფასე, აირჩიე სიყვარული, იმიტომ რომ შენ უკვე აღარ ელოდები და მოდის შენი სატანადო პარტნიორი. ანუ პარტნიორი ის კი არ მოდის, რომელმაც უნდა გიშველო, ან შენ უნდა უშველო რაღაცა, ხო? ამას, ხო? ან არ გაფასებს შენ. ხო? ან დაუშვოთ შენ ისეთი ადამიანი, რომელიც თქვათ ახლა შენ იქნები მისი თქვათ მშველელი, ხო? ან სხერფლი, ან რაღაცა. აქ ამ ადამიანს არ ეყოლება ეგეთი. არა, მორჩა. დავასრულე მე ეს ყველაფერი, დავასრულე. ვისწავლე, ჩემი თვით შეყვარება. მიხვდებით? მზის არკანი. დააკვირდით. შენ ჯერ არ იცი როგორც გითხარით, რომ შენი ეს მომენტი შენ რო დღეს მისტირი ხარ, ხვალ ზეგ ან ჩვენ ამ თვის განმავლობაში უყურებ, შენ იტყვი რა კარგია რომ ეს წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, ეს არასერიოზულობა. იმიტომ რომ მე ჩემი თვით აი გარმონია ვიპოვე ჩემს თავში რა. გაიგეთ? აი ამ ცეკვაში, ვაიმე ეს როგორ მიყვარს ამათი ცეკვა. აი ამ ცეკვაში ეს რო ტრიალებს და რო შედეხარ ლამაზნა კაცში. მიხვდით? აი მაგაზე მოგივათ, მაგ ენერგიაზე მოგივათ თქვენი ნამდვილი სატანადო მამაკაცი. აქ ახლა, თუ დაუშვოთ ახლა მეუღლე ყავთ თქვენ, მაშინ ესე იგი თქვენ მეუღლესთან რაღაც ახალი ეტაპი დაგეწყებათ. აი აქ უეჭველე. ახალი ეტაპი დაიწყება აქ, იმიტომ რომ შეიძლება აქ თქვა დაუშვოთ, ან დაბრუნდება თქვა დაუშვოთ თქვენი მეუღლეს თუ სადმე იყო წასული, თუ არასად წასულიც არ იყო, თქვენ აქ შემიძლია თქვა, რომ შეიძლება ახალი ეტაპი დაიწყება. აი ეს არის.
მე მომწონს ძალიან, მომეწონა, კარგი გაშლა იყო, ახლა თქვენს გელოდებით, რას მომწერთ, რამდენად მოგეწონათ. მე რა თქმა უნდა გისურვებთ, როგორც ყოველთვის სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.